ეგრეთ წოდებული ბეტონის ჯუნგლებს ავწდებით ამ კოდექსით. მე ფიქრობ რომ კი თუ გინდა არსებულ განაშენიანების თანამართებაში მიიღო რაღაც განსხვავებული უფლება, მაშინ უნდა გააკეთო კვარტლის განვითარების გეგმა. ჩვენ არ გვაქვს საქართველოს განათლების ის დონე, რომ ბაკალავრია, მაგისტრატი უნივერსიტეტში რომ მიიღებს დიპლომს, ის უკვე მზად იყოს პროფესიაში შესვლისთვის. შეიძლება თუ არა ყველა კომპანიას მიეცეს ამის უფლება. ის აუდიტი, ის ექსპერტი აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ მისულა იმ ადგილზე. უბრალოდ გასცა დოკუმენტი, მაგრამ მე ვერ არ ხდება მისი გადამოწმება, ის რეალურად მივიდა იქ, კვლევა ჩაატარა თუ არა. ეს სხვა პრობლემაა. და მივიღეთ კორპუსი, რომელიც ჩვენზე გაიხსნა. ჩვენი ინსპექცია საქმეზე ორიენტირებული არ არის. მე შემთხვევაში, ხო? ესე იგი, ისინი მოდიან და ეძებიან რაღაცა აი ფორმალისტურ დარღვევებს. პროექტში ქონდა ჩვენ ლიცენზირება და თქვათ განშლის საფუძველზე განსხვავების აკრძალვა, მაგრამ ნუ იქ ახლა როგორც გითხარი, დეველოპერები იყვნენ ჩართულები მათ შორის და დეველოპერებს ისთვის მისაღები არ აღმოჩნდა ის მიდგომა, ამიტომაც იმ მომენტისთვის ეგ ნორმა წაიშალა. ადამიანს გონია დღეს მოქალაქეს შევიდა ბინაში იყიდა საკუთრება და ჭერით რახან თავზე ხურია. გონია რომ უკვე საკუთრება, მაგრამ ამ კორპუსი შეიძლება იყოს ჩაუბარებელი. ეგ არის პრობლემა, შეიძლება მაგაზე ვსაუბრობთ სწორედ. არ უნდა იყოს უფლება აშენოს, არ უნდა იყოს უფლება რომ ჰაერი გასვისდეს. ანუ პროექტი მაქვს. კანონი გამოგვიდა უფრო მაკონტროლებელი, ვიდრე მომწესრიგებელი. ხო, ანუ მაქვს კითხვა, რაც უკვე გაფუჭდა და 28 წლამდე კიდევ ფუჭდება. აი ამის გამოსწორების გზა სად არის? თან ახლა მოდაშია. რაც უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობ, რომ მთელ ქვეყნიერებას თავზე უნდა გადავყურებდე, ეს კომპლექსია ჩვენი. დაბლა არ უნდა იყოს, მაღლა უნდა იყოს ყველაზე მაღლა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, დამცავ ზონებთან დაკავშირებით, როდესაც ნებართვები ასე ჭიანურდება, არის თუ არა ზედმეტად მკაცრი ეს კანონები? აუცილებლად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრია კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობა საქართველოში. საერთოდ გადასახედი არის და ინვენტარიზაცია გაკეთდეს თავიდან, რამდენად სწორად მიენიჭა ამ ძეგლებს სტატუსი. მე საკუთრე ვარ, მაქვს ჩემი ავტოფარეხი. არის კორპუსის ზონაში, წითელ ხაზებში. დამინგრიეს ეს ხო ეზოში და რა შემიძლია გავაკეთო?